მე რაც საშინელება დამემართა, აი წლებია რა. 95 წელს გავხდი მე სტუდენტი, ჩემოკობა რა. 95-ში? და იყო ესეთი ამბავი, რომ მაშინ დაგვირეკეს აი ეს რო არის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეხა მაგის გვერდით რაღაცა ეთყობა იქირავეს, არ ვიცი რა იყო, 005 ბანკი იყო ესეთი, არ ვიცი და რაღაც ესეთი სერვისიო მოიფიქრესო, რომ თოვლის ბაბუაო გამოძახებით. მივედით რა იქნება, ერთი გამოძახება ვარ, რა დამავიწყებს ამას, თქვენსკენ თანხა იქნებაო 5 ლარიო რა. ხოდა ხა იქ ზოგმა თოვლის პაპის ფორმა აირჩია, ზოგმა რა და მე ვიფიქრე ხა თოვლის პაპა ნაბადი მძიმე იქნება რაღაცა. ვიფიქრე ასანიშვილი ზაზა და ვახტო ჩაჩაინძე და მე. ოღონდ ჩვენ შემთხვევაში მაშინ რაც ნორმალური ასე ვთქვათ უცხო მანქანები იყო, მერსედესები გვემსახურებოდა რაციებით იყო რა რაღაც. ცოტა შორის ამის შემდეგ რომ მივედით, მე დახურული დაგვხდა. ეთყობა ის რაღაცა ის იყო მოვლენა რა. ეხა 5 ლარი ვიფიქრე კაცო. ერთი 10 ოჯახი როგორ არ იქნება რომ რაღაცა საგვემატება დამწვარია კაცო რუსთაველი საშინელება ხდება და მოხდა ძალიან უცნაური სიტუაცია. შენ ბავშვი მაინც დაგხვდა. და მე დამხვდა დაახლოებით 1-30 ახალგაზრდა გოგო. ერთმანეთზე ლამაზები, სანტა კლაუსის ფორმა მაცვიათ. აი მიწა გამსკდომოდა მერჩივნა რო კარები გააღეს. ეს ბამბები მიწებებული. ეს სანტა კლაუსის ფორმა თან ისე მიხდებოდა, მინდა გითხრა რომ იქიდან ლამლანდიაში დავედი პირდაპირ. რაღაცა თხელი მატერია ქონდათ, ნაშოვი ეთყობა ვერ შეკერეს 95 წელია. ის ბამბაც მთლად ბამბა არ იყო, რაღაცა სინთეტიკური რაღაცა მატყლიც კაია რა, რაღაცა არც წებო იქრავდა, არაფერს. მე თან წარბებზეც ეს აქტიური ვიყავი, რომ ვიღაცა არ შემხვდეს მეთქი. მწხვენია კაცო, ის კი არ არის ეხა მწხვენია რა. გიტყდება, კი არ ჩვენია, გიტყდება რა. ხო, მიტყდება მაგრად. სანამ მანქანაში ვარ და რაცია და მივდივარ, არაფერი, მაგრამ ეს რო გადავედი რაღაცა გოიმური ხურჯინი, ის ჩექმა არ იყო, რაც იყო სანტა კლაუსი, ხო იცი რომ შეგიყვარდება სანტა კლაუსი. ეს იყო აი საოცრება და ზაზა ასანიშვილი ეხა იქნება ამ გადაცემისთვის მოვიძიო ფოტო და თქვა რომ ეს არის როგორ ქონდა იცი ეს სანტა კლაუსის ფორმა რომ აი გამორიცხულია რომელიმე ბავშვს აი საერთოდ დაავიწყდება არცებობა სანტა კლაუსის და მაგის ისტორიას გავაგზავნე ბავშვმა კარები რო გაუღო ტირილით გაიქცა და ეს რომ მოიხსნა უარესი დაემა გადაერია გამოაგდეს მამამისო ვიღაცა ნორმა ახლა ამ კაცმა ლამაზი თოვლის ბაბუა რა ვიცი წვერები აქვს და მე რო დავაზარინე და მიღებს ახლა სანდომიანი გოგონა ხაზგასმით ასაკს მივხას და ახლობით 19-დან 20 წლამდე ну ეხა ვიფიქრე ალბათ ახალი შექმნილი ოჯახია და ბავშვს რაღაცა სიჩუმეა და მობრძანდით დადგმული აქვს რა ეთყობა ეს რომ წაიკითხეს რა რომ რაღაცა გოგოები შეკრება არის სახში და მოდი ვეღადაოთ რა ვინ იქნება ეხა ხო ვიღაცას ეცმევა არც არჯერა ამ თოვლის ბაბუის არწებობის უკვე ესეთაც აქში არიან და ვეღადავებით რა კაცი არა ყავს კაცი იქნება გადაცვლილი და მაგრა ავაგდოთ რა მე ეს არ ვიცი რა თქმა უნდა მე 30 გოგო ჯერ არ ვიცი კაცო პატარა ბავშვს ვეძებ სიხუმია თან მითხრა სხვათა შორის ჩუმათო ძინავსო და სიურპრიზად გვინდაო და დიახ რაღაცა რო შევედი და აინთო შუქი და ეს დაახლოებით 30-35 გოგო პატარა გოგოები სუფრასთან ართ ძალიან თლად ფხიზლები მინდა გითხრა მოკლედ გამზადებული ვარ რა საღადაოთ რა მე მაგ კომპლექსიდან დღემდე ვერ გამოვდივარ მეტად რო ხედავ გოგოებს აწნაწყნები 10 თუაც და იმიტომ რომ ნუ აი ძალიან მიღადავდნენ ის ცუდად რა აი რაღაცა თავის ჩქმეტებით და იმით რა და
ნუ რაღაცა მომენტში მე კი მივხვდი რომ მეთქი უნდა დავლიო, შენ თქვის არ იყოს მე პირდაპირ ავიწიე, დავლიე და თაოლის ბაბუის ფორმაში რომ დავიწყე, მე ძლიერ მიყვარს ის ფერ თაოლის, ქალწაი მაშინ გაიღო კარები და ამათი ქვრები შემოვიდნენ. ასე თითაწეული ჩამოვედი. თითაწეული ჩავედა. ეს კაცი მელოდება დაბლა, ვინ გაგიშვებს, ის ქვრები გაპოვილი მთრალები, სადღაც იყვნენ, ეტყობათ, გადაწყვიტეს ქართველებმა რომ რაღაცა სხვანაირად შეხვედროდნენ, ცალ-ცალკე, მე იმათე მოენატრათ, ესენი ნასვამი შეერთდნენ, დავხვდი მე სათამაში ვაგერ, ხო და იმდენი ყანწები, იმდენი ამბავი, მოკლედ ვერაფერი დიდი ფული ვერ ვიშოვე, და გითხრათ ჩავჭი ესე. თავიდან მეგონა თუ 64-ში მოხდი და ბოლოს ის ქფრები რო ახსენე. არა, თან ერთი ძალიან კაცრი იყო სხვათა შორის რატო ხარ აქო გადამეკი და მე უთხარი გამომიძახეს ჩემი ძმა. და ეს ფორმა მაცვია თან ცოტას ბლატაობ. რა არის ხა ის ძმაო გამომიძახე. აი გაგწყვი ხა. სადაგლავი შერვალი მძრევა იმას ვიცევ. ჩემით არა, ჩემით არა. ძალიან კარგები ხართ როგორც ყოველთვის არც მიკვირს და არც არავის არ უკვირს.